მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ The Forest-ის გადაღებას. ხო მეგობრებო, წინა ვიდეოზე ჩვენ ავგროვთ 24 ლაიქი და ამიტომაც გამოდის მეორე ეპიზოდი და სანამ ვიდეო დაიწყება, მინდა მოგთხოვოთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ არხი და ზარით ღილაკსაც მივაჭროთ. აბა, მოდით დავიწყოთ. დავაგრძელოთ ჩვენი თამაში, მივაჭროთ single players, continuous და ეგერ ჩვენი save-ით, როგორც იქნა, გამოდის უკვე მეორე ეპიზოდი და თუ გინდა მესამე ეპიზოდი გამოვიდეს, ავაგროვთ 15 ლაიქი და პირდაპირ გამოვა მესამე ეპიზოდი. კარგით, აბა, ეგერ ჩვენი ბაზა. დღეს მე მინდა მოკლედ მეგობრებო გავაკეთო აბორიგენების ტრაპი და ახლოს აბორიგენებთან ის გავაკეთო ბაზა რა, მეგობრებო. მოდით შევხედოთ ახლა ჩვენ ტრაპებს, ნეტა რა არის, ეს არა და აი სადა ეს deadfall-ი არ გვინდა და აი ზუსტად ესეთი ტრაპი გვინდა, happy birthday ტრაპი გვინდა ჩვენ ზუსტად. ძირითადად ძალიან ბევრ რესურსებს არ მოითხოვს ეს ტრაპი, სულ რაღაც 2 ქვას მოითხოვს, 4 ხეს და 20 ჯოხს, მაგრამ ჩვენ ბაგირის აკნახოთ, ეს არ ვიცი და როგორც ვიცი, ბაგირი შეიძლება ახლოს ნაპირთან იყოს, სადღაც ერთი დანგრეული ნავები შეიძლება იყოს სანაპიროსთან ახლოს და იქ შეიძლება იყოს ბაგირი და ამიტომაც დღეს ჩვენ წავიდეთ სანაპიროსთან და ბაგირი ვნახოთ მეგობრებო და მოდით ახლა დაველოდოთ როცა დაღამდება და ჩვენს პერსონაჟს როცა მოუწევს დაძინება. ახლა ვნახოთ თუ ძილის დრო არის, ახლა ვნახოთ, აი კიდე ცოტა გვჭირდება მეგობრებო. მოდით მანამდე ახლა ჩვენ ისავანთოთ ბუხარი ეგერ და ჩვენ უკვე ახალი უნდა გავაკეთოთ, თორე ეს ერთი მარტო არ გვეყოფა და მოდით აბა ესეც დავდგას ჩვენ. აი გვეყოს ზუსტადაც, მაგრამ ჩვენ გვინდა ახლა ვიშოვოთ რამოდენიმე ჯოხი, მაგრამ ახლა მაგის დრო ზუსტად არ არის, თორე მერე დაგვაძგებიან აბორიგენები, კანიბალები და მაგათი საჭმელი ვიქნებით მეგობრებო და მოდით ახლა ჩვენ დაველოდოთ აი როცა ძილის დრო დადგება და აი მეგობრებო დადგა ჩვენი ძილის დრო, ამიტომ ჩავაქროთ ჩუქი და დავიძინოთ ახლა ჩვენ და როგორც სიგნა გაგვითენდა და ჩვენ ძალიან ხშირია, ამიტომ ახლა შევჭამოთ რამოდენიმე შოკოლადი და დავლიოთ სასმელი და ახლა ჩვენ წავიდეთ და მოდით ახალი ის გავაკეთოთ ბუხარი ჩვენ. არ ვერ დავამკრე. კარგით, აბა მოდით ახლა აი გავაკეთოთ, აი ესეთი ბუხარი გავაკეთოთ ჩვენ, არ ვიცი როგორ იქნება ეს. ვიცით დაწერეთ კომენტარებში და აბა ახლა წავედით ჩვენ შევაგროვოთ 6 ქვა და 3 ჯოხი. აი ეგერ ზუსტადაც გვეყო და ახლა წავიდეთ კიდე 3 ქვა გვინდა და ეგაშო. აუ, სად არის ჩვენი კიდე ბოლო 1 ქვა და აუ, აღარ მეტევა მეტი ქვა. სუდია მეგობრებო, მაგრამ რასიზამ და დაგვეტიოს დანარჩენი. ნუ ახლა კიდე ერთი დაგვრჩა, დიდი პრობლემა არ არის, ახლა თუ არ დაგვეტია ერთი და აი ეგ არის, ეს კიდე დიდხანს გაუძლებს და მოდით მეგობრებო ახლა ვნახოთ ჩვენ ამ ტრაპისთვის რისთვის გვჭირდება, happy birthday ტრაპისთვის ჩვენ გვინდა 20 ჯოხი, 2 როუფი და 2 ქვა. მოდით 4 ქვა შევაგროვოთ და რამოდენიმე 40 ჯოხი, მაგრამ ჩვენ არ ამგონი რომ დაგვეტიოს ამდენი ჯოხი, ამიტომაც სადმე რომ წავალთ ახლა ჩვენ რომ ტერიტორია გამოვიკვლიოთ, იქ ავაშენოთ ჩვენი ტრაპი. შეგვიძლია ესეთი deadfall ტრაპი გავაკეთოთ, მაგრამ ეს თლა ისეთი დაცული ტრაპი არ არის. ისინი შეიძლება აბორიგენები კი მოკვდნენ მან, მაგრამ ჩვენ შეიძლება ჩვენ თვითონ მოვკვდეთ და ამიტომ არ არის ესეთი საფრთხე ტრაპი ჩვენთვის ვით უმეტეს და happy birthday ტრაპი არის იდეალური ვარიანტი და კარგით, აბა მოდით ახლა მანამდე ჩვენ შევაგროვოთ ჯოხები და აბა ვნახოთ კიდე რა გვჭირდება, 2 ქვა და 20 ჯოხი. კარგით, მოდით მანამდე შევაგროვოთ 10 ჯოხი, რომ მერე დანარჩენში არ გაგვიჭირდეს ჩვენ შეგროვებაში და კიდე შევაგროვოთ ჩვენ 4 ქვა, რომ 2 ტრაპი ავაშენოთ ჩვენ მეგობრებო.
რამდენი ტრაპი გვაქვს, რამდენი ქვა გვაქვს ჩვენ, ну 4 თითქმის 4 ქვა გვაქვს, აბა კიდე მეუთხე და ეხლა წავედით კიდე ჯოხების შევაგროვოთ. რამდენი ზუსტად 10, მაგრამ მაგდენი ჩვენ არ გვყავს. და თუ დაგვიღამდება ჩვენ მინდა ავაშენო ჩვენთან სადმე იქ ბაზა, რომ მე რომ ეს ღამე გადავიტანოთ, რომ დავიძინოთ, რომ მე ეს აბორიგენები არ შეგვჭამონ, ეს ღამე რომ არ გავათედოთ ჩვენ და მაგიტო ეხა ჯობია ავაშენოთ სადმე ახლოს ბაზა, რამე პატარა ბაზა, აი მაგალითად სადა აი რამე ესეთი ან ესეთი, მაგრამ რომ არ ვიწვალოთ უფრო, აი ესეთი გავაკეთოთ მე ვფიქრობ. იმიტომ უფრო მარტივი გასაკეთებელი არის, ეგერ სულ 14 ჯოხი გვინდა და 26 ფოთოლი და მეტი არაფერი. კარგით, გადავცუროთ აბა ჩვენ ეხლა სხვა ტერიტორიაზე და ეხლა მოდით გამოვიკლოთ ეს ტერიტორია და დავიწყოთ ჩვენ იმ ტრაპის შენებლობა, მაგრამ არ ამგონი რომ ერთ ვიდეოში ჩვენ შევძლებთ ამ ვიდეოში გავაკეთოთ მთლიანად ტრაპი, მაგრამ მე მთელი ძალით შევეცდები გავაკეთო ტრაპი და რა ვიცი, აბა მეგობრებო და ღამესეც დავიწყო აბორიგენებთან ნადირობა, რომ მაგათი დასახლება ვაფშე დაინგრეს და გადავიდეს სადმე სხვაგან, რომ ჩვენ უსაფრთხოდ ვიყოთ და კარგით, აბა ვაიმე დედა რას ერჩიან ამ ადამიანებს, მაგრამ რას იზამერთი აბორიგენები ვაფშე როგორ ცოცხლობენ ისინი ადამიანის ხორცი რომ როგორ ჭამენ მაგათ. დღით შეიძლება მათ ეძინოთ და რა ვიცი, ნუ საშიშია ცოტათი მან ყოფნა, რადგან აი ეგერ მაგათი მეორე დასახლება და ეს მუტანტი ხომ არაა შემთხვევით. არა, პროსტა ხე არის ეს. კარგით, აბა ეხლა ნახოთ ჯერჯერობით აქ არავინ არა იმდენი და მოდით ეხლა ჩვენს ინვენტორში ვნახოთ ისეთი რამე არ გვაქვს რომ მე ღამეს ისინი მოვიყვანოთ, მან რომ ზედმეტი ხმაური გამოვიწვიოთ ჩვენ, მაგრამ არაფერი ისეთი არაა მან და მოდით აბა უნდა ვნახოთ, კი ესეცაა დასახლება, მაგრამ ძალიან ცოტა ბაზები აქვს მაგა და ისეთი დასახლება უნდა იყოს, მან რომ ძალიან ბევრი უნდა ქონდეს სახლები, ბაზები, იმიტომ რადგან ძალიან ბევრი არ მოვლენ მანდ და მაგიტო. კარგით, აბა აი აქ მეშინია წავსვლა, მაგრამ რას გვიზამენ ეხლა დღე არის მეგობრებო და რა ვიცი, აბა ძირითადად აქაც ცხოვრობენ ისინი, მაგრამ ხომ არ ვცადოთ, აი ნახოთ და კიდე გამოვიკლოთ ტერიტორია, მაგრამ მე ვფიქრობ ეხლა არ ღირს იმდენი სიარული, იმით რადგან მე დაგვიღამდება ბაზის აშენებასაც ვერ მოვასწრებთ და ამიტომ ჩვენ დავიბრიდებით ამ ღამეს და არანაირი აბორიგენებთან ნადირობა არ გამოგვია და ამიტომ ეხლა ჩვენ აქ ავაშენოთ ტრაპი, happy birthday ტრაპი და ნახოთ ეხლა ჩვენ რა გვჭირდება მაგისთვის, აი ამას კი მივხედავ ამ სამს, მაგრამ ეს ორი როუპი საიდან ანუ აი ეს არ ვიცი, პლუს კიდე ხობეს გაკეთება მოგვიწევს, მაგრამ რა ვიცი, კარგით, რაღაცას ვიზამთ მეგობრებო, წავალ მე ჩემს ბაზასთან და რაღაცას ვიზამ მეგობრებო, აბა მოდით აი სადმე აი აქ ავაშენოთ და აბა ჰე რაც გვჭირდება ეხლა ჩვენ დავდგათ. ახლა როგორ დავდგა ეს თუ არ მანახა მე. ნუ შო, ეხლა კიდე ჯოხები გვინდა ჩვენ მეგობრებო და ბარემ ბაზაც ავაშენოთ აქ პატარა ბაზა, რომ იქნებ ვერ მოასწროთ ამ ეხლა გავაკეთოთ და მე შემდეგ დღეს რომ გავაგზავნოთ ჩვენი მშენებლობა მაგიტო ვამბობ. კარგით, აბა წამვედით. არ ამგონი ჩვენ ორივეს რომ ავაშენებთ, რადგან ამ ბაგირის ნახვა, ანუ იგივე როუპი ინგლისურად რთულია რომ ნახოთ, რადგან ძალიან იშვიათად ჩნდება. ზუსტად არ ვიცი, მეც ახლა არ ვარ პროფესორი ამ თამაში, მაგრამ ყველანაირად შევეცდები რომ ნახო ეს ბაგი
გული გამისკდა მეთქი ეს აბორიგენები გამომივარდნენ. აუ მეგობრებო როგორც ვამჩნევ უკვე ნელ-ნელა გვიღამდება, მაგრამ არ ვიცი ხა რა გავაკეთო მეგობრებო, საშიში არის ხა ესე შორს ყოფნა ჩვენს ბაზისგან, მაგრამ შევეცდები მეორე ბაზის გაკეთებას. კარგით, ეხლა ჩვენ კიდე 3 ჯოხი დაგვჭა და აბა ეხლა დავანგრიოთ ეს ჯოხებიც და ეხლა წამოთ. აქ წესით უბრალოდ ჯოხები გამოვარდეს, რადგან ძალიან პატარა ხე არის. ჩვენი პერსონაჟი ისედაც დაიღალა და აბა მოდით რამე მივიღოთ. ძალა მოგვემატოს. აბა დავიწყოთ დამგრევა ჩვენი ხის, მაგრამ აქ ჯოხები ამოვარდება, რადგან შეხედეთ პატარა ხე არის და წავედით. აი შო, არ ამგონია ხე გამოვარდეს, აი. გამოვარდა დალი. მე მეგონა ჯოხები გამოვარდებოდა, რადგან რომ თამაშობდი მარტო ასეთ ხეებიდან ძირითადად ჯოხები ვარდებოდა ვიდრე ხეები, მაგრამ ხა რა ვიცი, თუ ამოგვივარდა უფრო კაი არაა, მაგრამ არ ვიწვალებთ ჩვენ ეხლა მაგისთვის და კარგით, ეხლა ჩვენ ნახოთ კიდე რა გვჭირდება ჩვენ კიდე 3 ჯოხი გვინდა და ეგა. მაგრამ ვერ მომჩნევ ეხლა, რა ვიცი ეხლა მეზარება ძალიან შორს წავხდა, მაგრამ აი ერთ წყალში არის ჯოხი, რა ვიცი. რაფერ გაიზარდა ეხლა მაგ ჯოხი მე თვითონაც მიგვერს, მაგრამ რა ვიცი აბა. კარგით, აბა ეხლა წავედით ჩვენ, შევაგროვოთ კიდე ჯოხი და მარტო დაგვჭირთ სულ 2 ცალი ხე და 1 9 ცალი ჯოხი. როგორც იქნება ჩვენ შევაგროვოთ ეს ჯოხებიც და წავედით ეხლა ჩვენ ავაშენოთ ეს ტრაპი ნახევრად ავაშენოთ და მე ავაშენოთ ჩვენი ბაზა, რომ მე ამ ღამეს ჩვენ არ მოვკვდეთ და აი როგორც იქნება ეგრე ჩვენ ავაშენოთ უკვე და აბა ეხლა მოდით დავანგრიოთ ხეები და დავიწყოთ მე ჩვენი მეორე ბაზის გაკეთება. ხო, საშიშია ისე აი ესეთი პატარა ბაზების გაკეთება, მაგრამ მით უეტეს ამ ადგილას რომ ახლოს აბორიგენების ბაზა არის, რადგან ასეთი კემპინგი რომ აქვს გაკეთებული, უფრო ხშირად ჩნდებიან, მაგრამ ეხლა რა სიზამთრე. ჩვენ უნდა აბორიგენებთან დავიწყოთ ნადირობა და ეს არის ჯერჯერობით ამ ვიდეოს ჩვენი მიზანი და კარგით, ეხლა ეს 2 ბაგი რის სადნახო მეგობრებო, მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ ეხლა რას ვიზამ მე თვითონ გეტყვით. ეხლა მე წავალ ჩვენს ბაზასთან, იქ ხომ არის ახო სანაპირო და დავიწყებ ეხლა მე იმის ძებნას ჩვენი ბაგი რის იქ უნდა სანაპიროებთან იყოს. აი ეგრე შო ავაშენეთ და ეხლა ჩვენ სულ რაცხა 14 ჯოხი გვინდა ჩვენ მეგობრებო. ეხლა საუნახო ეს ჯოხები არ მინდა ეხლა თლა შორს წასვლა მეგობრებო და რა ვიცი აბა ეხლა თუ დაგვიღამდება ჩვენ ძალიან ცუდი იქნება, რადგან მეგობრებო ეხლა საშიში იქნება ეხლა, მაგრამ როგორც ვამჩნევ ჯერ კიდე კაი ხანი არ დაღამდება. ეხლა მეჩვენა თუ აქ აბორიგენები დავინახე, მაგიტო არ მინდა ეხლა ცოტათი შორს წასვლა, რადგან მეგობრებო თქვენ თვითონაც ხომ იცით რომ საშიში არის ეხლა ასე სიარული, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს და პირიქით უნდა დავიწყოთ მაგათთან ნადირობა, რომ მე ისინი ვაფშე დასახდნენ სადმე სხვაგან და მე თვითონაც არ ვიცი რას ვაკეთებ, მაგრამ კი ვიცი რას ვაკეთებ. აქაც ყოფილა წადი აქედან, არ მინდა ეხლა მაგათთან საქმის რჩევები მე არ მინდა, წადი აქედან, წადი ცით. ეხლა რა ვქნათ ბიჭო, ჯოხები რომ მინდა რა გავაკეთო, მეც ხომ ვარ ადამიანი ეხლა. ეთყობა გაიგეს ჩვენი საუბარი ამ დამკლებამ და მოდით აბა აქედან პატარა ჯოხები შევაგროვოთ. მეგობრებო, მე თვითონაც არ ვიცი რა გავაკეთო. სადაა ჯოხები მომეცით, იქ ახლოს რომ დარბიან ესენი აბორიგენები, კანიბალები ესენი. ვაფშე ეგერა შემოვხედა დამპალმა მამაძაღმა.
ახლა უყურე ერთი კარგია აუ გაყნებით თავი თქვენ მაიმუნებო თქვენ გამანებით ავი ნუ იმედი მაგ გარდამინახა იჯმა გადარეულა თორე თუ დაგვინახავდა არ გვათვლიდნენ ჩვენ ბაზის შენებლობას და რა ვიცი აბა ეხა აი მეშინია ეხა იქით წასვლა და მაგრამ ურდღელი ყოფილა ეს მე მეთქი კანიბალი იყო აუ ეხა ხომ არ მეტევა ეს ისედაც რაია რა თავზე მეც ვერ წამოვიღებ კარგით აბა მაშინ დასიზამ ეხა თამაში არის ეგეთი და უნდა წავედით ეხა ჩვენ როგორც იქნება გავაკეთოთ ჩვენი პირველი ბაზა და როგორც ხედავთ ჩვენ ძალიან ცოტა დაგვჭა აი სულ ცოტა აი ერთი ისეთი დეტალის გვინდა ჩვენ რომ რა ვიცი მეგობრებო რთულია ნახოთ ეს დეტალი მაგრამ უნდა ვეცადოთ ნახოთ რადგან ეს როუპი აუცილებელი არის ანუ იგივე ბაგირი მაგისტვის და აბა ეხლა ნახოთ ეხლა ისადმე ჩვენთან ახლოს თუ ჯოხები ყრია რა იმედი მაქვს ყრია რადგან ეხლა რა ვიცი ეხავს რომ ამდენს წვალობდა მე ისინი რომ გიშლიან და მაგიტო მეგობრებო და აბა ძალიან ისეთ მდგომარეობაში ვარ მეგობრებო რომ მე თვითონაც არ ვიცი რა ვქნა მაგრამ წავედით ჩვენ ეხლა როგორც ისე ჩვენს სხვა მხარეს ეგ რომ არის ძალიან ბევრი ჯოხი მაინდა-მაინც ამ მხარეს მეგობრებო არ ვიცი ეხლა როგორ დავარქვა კარგით აბა აი ეგერ არის აი ბევრი ჯოხი და აბა ეხლა ვნახოთ გავაკეთოთ და უცებ დავბრუნდეთ ჩვენს ბაზასთან, ჩვენს პირველ ბაზასთან, რომ მერე ვნახოთ ის ორი ბაგირი, ისე იქ სადაც ჩვენ ცხოვრობთ ეხლა, სადაც მე დავსახლდი, უფრო დაცულობა მეგობრებო. უფრო საფრთხო ადგილი არის, ვიდრე მან ყოფნა, რადგან საშიში არის ეხლა მეგობრებო, ასეთ ადგილებში ყოფნა თავისუფალი სივრცე ბოლოს და ბოლოს. და აუ, როგორც ხედავთ, ჩვენ ახლა მალე უნდა სახში დავბრუნდეთ, რადგან როგორც დავინახეთ, ჩვენ მალე უნდა დავიძინოთ მეგობრებო, მალე დაგვეღამდება უკვე და ჩვენს მოსვლაში კი იქნება დაღამებული და ჩვენ დავიძინებთ, გავაკეთებთ ჩვენ საქმეს და როცა დავბრუნდებით, დავიწყებ უკვე მაგათთან ნადირობას და იმედი მაქვს გზაზე არ გავხდებიან ესენი ეს კონიბალები. მომესმა თუ ვიღაცა დადიოდა ეხლა ახლოს. კურდღლის სვლა არის ეს. ესე ლამაზად ჭიკჭიკებენ ჩიტები, მაგრამ ამ სილამაზეს ანგრევენ ეს დამპლები, ეს დასახლება და მეგობრებო, მე მგონი ვერ მოვასწრებ, რადგან როგორც ხედავ უკვე, როგორც ვამჩნე უკვე ბნელდება უკვე, ღამდება და მოდით ცოტა ძალა ეხა მოდით ავიღოთ ჩვენი ენერგია და აბა წავედით ეხა ჩვენ სახლთან. აქ უნდა სადმე კიბე გავაკეთო, რომ მე მარტივად ამოვიდე ბაზასთან და შო ეხა წესით აღარ უნდა გოშინოდეს, რადგან უკვე ისეთ ადგილას ვარ, სადაც ისინი უკვე ვერ მიგვაგნებენ და ამიტომაც არ გოშინია და ეხა წავედით ჩვენ სახლთან. უკვე ხედავ ღამდება, უნდა სწრაფად დავბრუნდე, მით უმეტეს ჩემი პერსონაჟი ძალიან მალე იღლება, რადგან სანამ ავარი არ მოხდებოდა, არ ვარჯიშობდა, ძალიან ბევრ fast food-ს ჯამდა ეს ხორმუცელა და მაგიტო ეხლა არ ვიცით რა ვქნათ. ვერ მიეჩვია ახალ პირობებს, ახალ ცხოვრების პირობებს, მაგრამ აქაც ყოფილა ახლოს დასახლება და მე თურმე წავსულარ იქი და დავიწყებ შენებლობა. კარგით, მაგრამ აქაც ავაშენოთ რა მოხდა მერე. პროსტა ეხლა ვერ ავაშენებ, რადგან შემდეგ ვიდეოებში შუმად. არ არიან მან პატარა დასახლება ისედაც.
მოიჭველი პატარა დასახლება მეგობრებო. აი აქ უნდა აგვეშენებია მეგობრებო, რადგან ძალიან ბევრი არიან, მე თვითონაც შევამჩნიე. მაგრამ ხა რა ვიცი, ხა რა სიზამე ხა ხომ ავაშენეთ ნახევარი მაგისი და კარგით აბა დავბრუნდეთ ხა ჩვენ სახლთან. უკვე თითქმის მივედით მეგობრებო. აი ეგერ ძლივ. უიმე. გადმოვარდით ძალიან უხეშად. დავანთოთ ხა ჩვენ ცეცხლი. თორე ჩვენ ძალიან მოგშვიდება ეხლა და თუ ჩვენ არ დავიწყეთ ჩვენი ყვება, თუ ჩვენ რამე არ შევჭამეთ, ჩვენ კი მოვკვდებით შიმშილისგან და აი ეგრე მე ხომ გამახსენდა ეხლა აქ ტრაპი მაქვს კურდღლის და აბა სამწუხაროდ მე არ ვიცი ეს ეხლა როგორ დავიჭირო ისე მეგობრებო, რა ვიცი აბა შო და ეგა მეგობრებო და მეტი ხე ავმართოთ უფრო კარგად. მოდით ახლა კურდღელი შევწვათ ჩვენ და ცოტა რამე სითხე მოვიხმაროთ. შო მეგობრებო, აბა თითქმის უკვე ხამდება ეხლა ჩვენ მალე მოგვიწევს დაძინება მეგობრებო და შევეცდები მე რაღაცნაირად როუპის ნახვას, ანუ იგივე ბაგირის ნახვას და ეხლა მოდით დაველოდოთ სანამ ჩვენი საჭმელი შეიწვება და შემდეგ დღეს გადავალთ ბაგირის ნახვა, რომ ბაგირი ვნახოს ჩვენ, ანუ იგივე როუპი რა ინგლისურად და შო ჩვენ და ეხლა იმის დრო არის რომ მალე უნდა წავიდეთ სანაპიროსთან ახლოს რომ როუპები ვნახოთ. ხო მეგობრებო, თორე მაგას გარეშე ჩვენ რა ტრაპი გამოგვივა აბა. კარგით აბა მეგობრებო, თითქმის გვიყამდება. აი სულ ცოტა დაგვრჩა. აი მეგობრებო, ძლივ დადგა ცილის დრო და ამიტომაც ეხლა დავიძინოთ ჩვენ და ძალიან მოგშვიდა ჩვენ და შოკოლადი რატო არა გვქნებდა და კარგით ეხლა წავედით ჩვენ შევწვავთ ერთი ხორცი და მგონი ეხლა ჩვენ ტრაპის გაკეთებას მოვასწრებთ, რადგან ძალიან დიდი წვალება უნდა და აბა მოდით ეხლა დაველოდოთ ჩვენ საჭმელს და მაგაზე დაგემშვიდობები. ჩვენი კურდღელიც რაღაცა არა ჩვენი ისა ჩვენი ტრაპი, მაგრამ არა უშავს ამ ტრაპსაც ავაშენებთ და ამიტომაც ეხლა დავაჭიროთ ეს ტრაპს და მერე ახლიდან ავშენოთ. თორე მეგობრებო, არ ვიცი მე როგორ ავიღო კურდღელი ისე რომ მერე არ გამექცეს და აბა ეხლა შეიწვა, კაი ხანი შეიწვა და იმედი მაქვს არ დაიწვა. სამწუხაროდ დაიწვა მეგობრებო და ეხლა უნდა კიდე შევწვათ კურდღელი რომ მერე შიმშილისგან არ მოვკვდეთ, რადგან ეხლა ტრაპზე მივაქციე ყურადღება და მაგიტო დაიწვა ეგერ ჩვენი კურდღლის ხორცი სამწუხაროდ. ეს ეხლა არ ჩააგდოთ ხანძარი, ეხლა ცეცხლი არ ჩააგდოთ და აი კარგით მეგობრებო, ვისაც მოგეწონათ ეს ვიდეო აუცილებლად დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი და თუ გინდათ მესამე ეპიზოდი გამოვიდეს ალგროს 15 ლაიქი. თქვენთან იყო დებრიდეში, აბა ყველას კარგად.